საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს ქალისთვის უმაღლესი განათლების მიღება თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ ასეთ დროს 17 წლის გოგონა ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად სხვისი პასპორტით გემზე ადის და შვეიცარიაში განათლების მისაღებად მიემგზავრება. ეს ოლღა გურამიშვილი ნიკოლაძის ისტორიაა. ევროპაში ჩასულმა ოლღამ თავი მთლიანად სწავლასა და მეცნიერებას მიუძღვნა. ჟენევის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველებას ეუფლებოდა. ცნობილი ბიოლოგის კარლ ფოხტის ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდენტად მიიჩნეოდა და ქართველ სტუდენტთა საზოგადოება უღელის აქტიური წევრიც გახდა. სწორედ ევროპაში გაიცნო ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე. როგორც მოგონებებიდან ვიგებთ, როდესაც ნიკომ სიყვარული გაუმხილა, ოლღამ უპასუხა: "მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი და არა ქმრის საფოვნელადო." რამდენიმე წლის შემდეგ 1883 წელს მათ თბილისში იქორწინეს. შეუღლების შემდეგ ოლღას სამეცნიერო და პედაგოგური საქმიანობა არ შეუწყვეტია. პირიქით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა და იმ დროის ერთ-ერთ პირველ ქალ მასწავლებლად ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რუსეთის იმპერიაში. მის პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება თავად იაკობ გოგებაშვილისგანაც ჰქონდა. 1886 წლიდან ნიკოლაძეების ოჯახი დიდ ჯიხაიში დასახლდა. სწორედ აქ 1894 წელს ოლღამ ქალთა გიმნაზია გახსნა. ბუნებისმეტყველების სპეციალისტისთვის განათლება მხოლოდ თეორიული ცოდნით არ შემოიფარგლებოდა. მისი მოსწავლეები სოფლის მეურნეობას, მეაბრეშუმეობას და პრაქტიკულ ხელობასაც ეუფლებოდნენ. 17 წლის ასაკში მიღებულმა კაბედულმა გადაწყვეტილებამ ოლღა გურამიშვილი ერთ-ერთ პირველ ქართველ ქალ მეცნიერად და გამორჩეულ პედაგოგად აქცია. მის მიერ არჩეულმა გზამ არაერთ მომავალ თაობას გაუხსნა განათლებისაკენ მიმავალი გზა.